მე მგონი ამ ქვეყანაში ხო ყველას უნდა რომ ან იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ან იყოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის ორი, რომელზეც ყველა ოცნებობს რა. მაგრამ ნუ ნაკრები ისეთი ხალხია, ისეთი იმით მოდის, რა ქვია იმას, იმდენად არა, აიგე. მაგრამ იცი რა არის თუ აქ ერთი კლანი იყო, შეიძლება ისე ითქვას, მანამდეც რომ აი ჩვენო არა ოფიციალურად არა წესი ჩატარდა ის არჩევნები რაღაცა. იცი ერთ რაღაცას გეტყვით, იცი? ეხლა მაშინ უნდა მოვუყე ჩვენ 20 წლის წინანდელ ამბებსაც და აიქიდან გამოვიაროთ, არც ერთი ის არ ჩატარებულა ძალიან ისეთი იმით, რა ქვია იმას, ხო? და ეხლა იგივე ის პროცესები რო ჩატარდა. შეკაიკაცო, იცი რა არის რომ მე ის არ მომწონს იმ ხალხში რომ იცი რა არის. აი წინათ არავინ არაფერს არ იძახოთ. ეხლა რომ შეიცვალა სიტუაცია, უცებ ეხლა გამოჩნდა ყველა თითქოს და ამ ხალხს ყველას აინტერესებდა ქართული ფეხბურთი. იმალებოდნენ 15 წელიწადი არაფერს არ იძახოდნენ და ეხლა გამოჩნდნენ რომ ჩვენ ვართ ქართული ფეხბურთის დამლაგებლები. მე ერთ რაღაცას გეტყვით, მე ზვიადა სიჭინა, მე ბევრჯერ მითქვა. ეხლა გავიცანი 3 წლის უკან რა. მანამდე ამ კაცის საერთოდ არ ვიცნობდი რა. და ეხლაც იმათე რომ გითხრათ, აქ რომ ჩამოდივარ, მასში ხვდები, არც არანაირი ახლო ისა, გვაქვს ზუსტად პროფესიონალური, კაი მიდგომა 11-ისადმი, მე როგორც ვთელი, როგორც ფეხბურთის ფედერაცია. ის ცემს პატივს ჩემ საქმეს, როგორც მე ვცემ პატივს მაგის საქმეს. მე მაგის საქმეში არ ვერევი, ჩემ საქმეში არ ერევა რა. ხო და სიჭინავა რომ მოიყვანეს, ხო? მე მგონი რომ ეს ყველაზე კაი გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი, თუ რა ვიცი, თუ რა საერთოდ რამე იმ თავრობიდან, რომლებიც მართლა მიიღეს რა. კაცი არის, შეიძლება ფეხბურთი არის. აქ ზოგიერთებს გონია რომ მაინდა-მაინც საჭირო არის რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყოს ვიღაცა დიდი ფეხბურთელი. რომ გაიხედოთ მთელი 200 რამდენი ფედერაცია არის მთელ მსოფლიოში, ხო? 10, 15, 20 მაქსიმუმ ფედერაციის პრეზიდენტი იყოს შეიძლება ვიღაც ძველი ფეხბურთელი. ისიც აი ხო იცი როგორი ქვეყნები, აი ძველი კომუნისტური ქვეყნების დროინდელი ის დანარჩენ ნორმალურ ქვეყნებში არც არ არის. ყველგან არის ბიზნესმენი, აქ დავით ხალხი და აკეთებენ რაც გასაკეთებელია.